საქართველოში ერთი დიდი პრობლემა გვაქვს გერმანიისგან განსხვავებით ხელისუფლება ოპოზიციას არ აღიარებს ფაქტობრივად თქვენთან მიმართებაში ცისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპზე ვართ დანარჩენი თქვენი კოლეგები პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეებში არიან გამომწყდებულები და თუ კი რაიმეს დეფიციტი აქვს დღეს პოლიტიკურ პროცესს არის ის რომ პოლიტიკა გვერდზეა გაწეული პარტიები გაუქმების პირასაა დაპირება სრულდება ნელ-ნელა და პოლიტიკოსები ციხეში არიან ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ პასუხისგებლობების წილთან დაკავშირებით მე მინდა რომ ისაუბროთ თქვენ დღეს კობახიძეს მოусმინეთ ამ შემთხვევაში და იქ რაიმე ტიპის დიალოგის პერსპექტივა და სივრცე არავის დაუნახია და ასევე ამ ხვალინდელი შეკრების ინიციატორთა შორის პოლიტიკოსებზე მეტად აშკარად არაპოლიტიკოსები ასე ვთქვათ არიან წარმოდგენილები არ ფიქრობ მე ასე რა იმის გამო რომ დღევანდელი ხელისუფლება არანორმალურად იქცევა ამიტომ ჩვენ რა უნდა ვქნათ რომ ასობით 1000 საქართველოს რიგით მოქალაქეს და ოჯახის წევრებთან ერთად და ბავშვებთან ერთად ქუჩაში უნდა დაუძახოთ ჩემი გადმოსახედიდან იმის გათვალისწინებით სხვა თანაბარ პირობებში რას თქვენ აღწერეთ ეს შეულებრივი პროვოკაცია ხა მე მარტივი რამე მინდა გითხრათ რა ხდება დღეს გიორგი დღეს რა თქმა უნდა საქართველოს ხალხში არის ძალიან დიდი მოთხოვნა ცვლილებებზე მაგრამ მხოლოდ მშვიდობიან ცვლილებებზე არა მშვიდობიან ცვლილებებზე ასეთი მოთხოვნა არ არის. დღეს ჩვენ დავდექით ისეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც ოცნება ცდილობს პრივატიზება მოახდინოს მშვიდობის და მშვიდობას უკავშირებს მხოლოდ თავის სახელთან და მეორე მხრიდან ეს ბოიკოტისტი რადიკალები ამბობენ, რომ ცვლილებები მხოლოდ მათ სახელთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში ყველაფერი არის სხვანაირად. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც ეს ორი ძალა აი ესე ემოციურად ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრის გათვალისწინების გარეშე, მათი რისკების გათვალისწინების გარეშე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის დიდი მოთხოვნა მშვიდობიანი ცვლილებების, რომელიც ნამდვილად არის ხალხში და რომელსაც ეს საპროტესტო მოძრაობა ბოლო 1 წლის განმავლობაში პასუხობდა, დღეს ხდება ამ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის ძალიან დიდი ძალის დისკრედიტაცია მარტივი ნაბიჯებით. ნაბიჯი არის მარტივი. დამთხევა ამ აქციის მაინდა-მაინც არჩევნების დღეს მაინდა-მაინც 4 რიცხვზე შემდგომ ამ აქციის ასეთ ტრანსფორმაცია დამხობის რაღაც მოწოდებებში მშვიდობიანი არამშვიდობიანი რევოლუცია რა მნიშვნელობა აქვს და ამასთან ყველაფერს ერთად ემატება ეს რაღაც ბოიკოტის მოძრაობა. ამიტომ ჩემთვის იმის გათვალისწინებით რომ არავინ არ იცის ჩემზე უკეთესად როგორია დღევანდელი ხელისუფლება. არავინ არ იცის ჩემზე უკეთესად რა დონის მოთხოვნაა დღეს საქართველოს მოქალაქეებში ცვლილებებზე, მაგრამ ჩვენ თუ არ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლებელია და მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ჩვენ კიდევ ერთხელ და მე რამდენად უკვე აღარ მინდა ჩამოთვალო ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდებს და ჩვენ ქვეყანას ვწირავთ კიდე დამატებითი ქაოსი და რისკები.